კავკასიის ცენტრი საქართველოა და როგორც რეგიონის საკონცო ქვეყანას მას უმნიშვნელოვანესი გეოპოლიტიკური ფუნქცია აკისრია. ეს უპირველესად მისი გეოგრაფიული მდებარეობიდან და სახელმწიფოებრივი კულტურული გამოცდილებიდან გამომდინარეობს. ამიტომ ნებისმიერი დამპყრობელის უპირველეს ამოცანას ჯერ საქართველოსთან ურთიერთობის გარკვევა წარმოადგენდა. მხოლოდ საქართველოზე გავლენის დამყარებით შეიძლებოდა მთლიანი რეგიონის ხელში ჩაგდება. ასეთმა მოცემულობამ ღრმაკვალი დააჩნია საქართველოს განვითარების ისტორიას და მნიშვნელოვანწილად განაპირობა კავკასიაში ჩვენი ქვეყნის კულტურულ-ისტორიული როლი. მიუხედავად იმისა, რომ კავკასიაში უამრავი ეთნოსი, განსხვავებული რელიგიური კონფესიები, კულტურულ-ლინგვისტური ჯგუფებია წარმოდგენილი, ეს რეგიონი მაინც ერთი მთლიანი ორგანიზმია. კავკასიაში მოსახლე ერებს ერთმანეთის მსგავსი მენტალიტეტი, წესჩვეულებები, ფასეულობები და ქცევის კოდექსი გააჩნიათ. ამ კოდექსს ვაინახებში ნოხჩალა ქვია, ხოლო ადიღეურ ჩერქეზულ ტომებში ადიღე ხაბზე ეწოდება. აღმოსავლელ და დასავლელ ჩრდილოკავკასიელთა ეთიკური კოდექსები სახელმწიფოებრიობის არარსებობის პირობებში ამ ხალხების სხვადასხვა სუბეთნიკური და სოციალური ჯგუფის გამაერთიანებელ უმთავრეს მექანიზმს წარმოადგენდა. ადიღეელების საზოგადოებრივად დიფერენცირებულ სუბეთნოსებში დამკვიდრებული გაძიძავების ინსტიტუტიც სოციალურ ფენებს შორის მჭიდრო ურთიერთობის შენარჩუნება განვითარებას უწყობდა ხელს. ანალოგიური ჩვეულება საქართველოშიც ფართოდ იყო გავრცელებული. უფრო მეტიც, ჩრდილოკავკასიის მოსაზღვრე რეგიონებში გაძიძავების ტრადიცია ქართველებსა და ჩრდილოკავკასიელებს შორისაც არსებობდა. ადიღე ხაბზე და ნოხჩალა საერთო ღირებულებებს ერთიან ზნეობრივ საძირკოს ეფუძნება: სტუმართმოყვარეობა, თავაზიანობა, თავშეკავებულობა, სიცრუისა და მლიქნელობის მიუღებლობა, თანასწორობა, პიროვნების თავისუფლებისადმი, ზოგადად ადამიანისადმი პატივისცემა. ყველაფერი ეს არა მხოლოდ რომელიმე ცალკეული ეთნიკური ჯგუფის, არამედ მთელი ჩრდილოკავკასიის მკვიდრი მოსახლეობის სულიერ ეთიკურ სახეს განსაზღვრავდა. განსხვავებული ისტორიული და სოციალური რეალობებიდან გამომდინარე, ამიერკავკასიაში ნოხჩალასა და ადიღე ხაბზეს მსგავსი ერთიანი, ყოვლისმომცველი კოდექსის მოქმედება მხოლოდ მაღალმთიან რეგიონებში იყო შემორჩენილი, მაგრამ მიუხედავად ამისა, ზნეობრივ ეთიკურ დონეზე სამხრეთ კავკასიის ხალხებშიც ის ძირითადი ღირებულებები და წესები დომინირებდა, რომლებსაც ეფუძნება ნოხჩალა და ადიღე ხაბზე. ადიღე ხაბზეს თანახმად ღირსება სიცოცხლეზე ძვირფასია. შესაბამისად, უპირველესი ფასეულობა პიროვნული ღირსებაა და არა რაიმე წოდება ან სიმდიდრე. უფრო მეტიც, აზნაურისთვის, რაინდისთვის მიუღებლად ითვლებოდა ქონების დაგროვება და ჩვეულებრივ იგი გასცემდა ზედმეტქონებას. დღესაც კი საკმარისია გავიხსენოთ საყოველთაოდ გავრცელებული ქართული ხალხური გამონათქვამები თუ ვეფხისტყაოსნის აფორიზმები, მაგალითად სტუმარი ღვთისა სჯობს სიცოცხლეს და ნაძრახსა სიკვდილის სახელოვანი, რასაც გასცემ შენია, რაც არა დაკარგულია. ან ფშავ ხევსურეთსა და სვანეთში შემორჩენილი წესჩვეულებები, რომ დავინახოთ აშკარა მსგავსება ჩრდილოკავკასიურ ანალოგებთან. ხოლო თუ გავიხსენებთ ყველა ქართველისთვის შინაგანად უახლოეს ვაჟა-ფშაველასა და ალექსანდრე ყაზბეგის მხატვრულ სამყაროს, კიდევ უფრო ცხადად გამოჩნდება კავკასიელთა იდენტური სულიერი შტრიხები და სიღრმისეული ერთიანობა. ისტორიულად საქართველო ყოველთვის იყო ერთიანი კავკასიის იდეის სულის ჩამდგმელი. ამიტომ რეგიონის დამოუკიდებლობა, მისი ძლიერება ქართულ სახელმწიფოს ეფუძნებოდა. ათასწლეულების განმავლობაში გარეშე მტერთან საბრძოლველად საქართველოსა და კავკასიის სხვა ხალხების ალიანსი ძალიან ხშირი იყო. ჩრდილოკავკასიელებთან ამგვარი კავშირი ძველი წელთა რიცხვით მე-4 საუკუნეში აღმოსავლეთ საქართველოში სახელმწიფოს ჩამოყალიბების საწყისი ეტაპიდანვე მნიშვნელოვანი ხდება. ქართლის ცხოვრების თანახმად გამარჯვებული ფარნავაზ მეფე თავის მოკავშირე ჩრდილოკავკასიელებს დაუმოყვრდა და ოსთა მეფეს თავისი და გაატანა ცოლად, ხოლო თავად ცოლად დურძუკი ხალი მოიყვანა. ეს იმის გამოხატულება უნდა იყოს, რომ ფარნავაზი ჩრდილოკავკასიელებთან ურთიერთობას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა. ამგვარი ურთიერთდამოყრების ტრადიცია შემდგომშიც გაგრძელდა და შუა საუკუნეებში კიდევ უფრო ინტენსიური გახდა. შეუძლებელია დავასახელოთ იმ ეპოქის ქართველი მონარქი ან დიდგვაროვანი, რომლის უახლოესი ნათესავი ჩრდილოკავკასიელი არ იყო. სამხედრო სფეროს გარდა ფართო ხასიათი ჰქონდა კულტურულ თანამშრომლობას, სადაც აშკარად იკეთებოდა საქართველოს როგორც ლიდერის როლი. ერთიანი კავკასიის ჩამოყალიბებაში უდიდეს როლს ასრულებდა სარწმუნოება. საქართველოს მეშვეობით ქრისტიანობა ვრცელდებოდა ჩრდილოეთ კავკასიაში, სადაც არსებობდა საეპისკოპო კათედრები. ინგუშეთის ტერიტორიაზე დღესაც შემორჩენილია სხვადასხვა ეპოქის ქართული ტაძრების ნაშთები.
ჩრდილო კავკასიის მთიანეთში ქრისტიანობის გავრცელება ქართლის პირველი ქრისტიანი მეფის მირიანის მემკვიდრემ ბაქარმა დაიწყო. თუმცა ეს არ იყო სარწმუნოების ძალით დამკვიდრება. საქართველოში ქრისტიანული რელიგია სახელმწიფო ურთიერთობათა რანგში კი არ ფუნქციონირებდა, არამედ იგი ერის გამთლიანებასა და შიდა სახელმწიფოებრივი სტრუქტურების გამყარებას ემსახურებოდა. ეს კი თავის მხრივ ხელს უწყობდა ჩრდილო კავკასიაში ქრისტიანობის ძალდაუტანებელ გავრცელებას. სწორედ ქრისტიანობა გახდა ერთ-ერთი ყველაზე დიდი დამაკავშირებელი ხიდი ქართველებსა და ჩრდილო კავკასიელებს შორის. მართლმადიდებლობის გავრცელებას თან სდებდა ქართული ენისა და დამწერლობის გავრცელებაც, რომელიც იმ პერიოდში კავკასიის მასშტაბით უნივერსალური ქრისტიანული საღვთისმსახურო ენის ფუნქციას ასრულებდა. კავკასიური სამყაროს სახელმწიფოებრივი გაერთიანების პირველი ცდა მე-11 საუკუნიდან იწყება. ეს პერიოდი საქართველოს ძლიერების ხანას უკავშირდება. სწორედ მაშინ ისახება ერთიანი კავკასიური სახელმწიფოს ჩამოყალიბების იდეა. საქართველოს სახელმწიფოს შემადგენლობაში არა მარტო ქართული პროვინციები, არამედ თითქმის მთელი სამხრეთ კავკასია შედიოდა. გარდა ამისა, საქართველოს გავლენის სფეროდ ითვლებოდა ჩრდილოეთ კავკასიაც. ფაქტობრივად, მონღოლების შემოსევამდე საქართველოს ყველა მნიშვნელოვანი ბრძოლის დროს ჩრდილო კავკასიელები ერთიანი ქართული ლაშქრის შემადგენლობაში იყვნენ. ამგვარი ვითარება ერთიანი ქართული სამეფოს დაშლის შემდგომაც კიდევ კარგ ხანს გაგრძელდა. გარეშე ფაქტორების ზემოქმედების შედეგად კავკასიური ერთობის იდეა ხანმოკლე აღმოჩნდა. საქართველოსა და ჩრდილო კავკასიას შორის ერთიანი და მყარი ეკონომიკურ-კულტურული კავშირის ჩამოყალიბება ვერ მოხერხდა. ერთიანობისკენ მიმართული პროცესის განვითარებისა და მისი დასრულებისთვის საქართველოს და ზოგადად კავკასიას დრო არ იყო. მე-13 საუკუნეში კავკასიაში მონღოლები შემოიჭრნენ და 2 საუკუნის მანძილზე რეგიონს აჩანაგებდნენ. მონღოლები მიზანმიმართულად აღვივებდნენ შუღლს კავკასიელებს შორის და ერთმანეთის წინააღმდეგ საბრძოლველად აქეზებდნენ. მაგალითად, საქართველოს დასარბევად მონღოლები წარმატებით იყენებდნენ ოსურ ტომებს. ასეთი მეთოდი კავკასიის ხალხებზე კონტროლის შენარჩუნებასა და მათ მართვას აადვილებდა. ჩრდილო კავკასიასა და სამხრეთ კავკასიას შორის გაუცხოების პროცესი დაიწყო. კავკასიის დეზინტეგრაციის პროცესი კიდევ უფრო გაძლიერდა მე-14-15 საუკუნეებში, როდესაც საქართველომ თემურლენგის 8 დამანგრეველი ლაშქრობა გადაიტანა. საქართველომ მცირე სამეფო სამთავროებად დაიშალა. ქართული სამეფოს დაკნინებასთან ერთად თანდათანობით გაქრა ერთიანი კავკასიის იდეაც. კავკასია დანაწევრებულ და დაგსახსულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. თემურლენგმა კავკასიის პოლიტიკური რეალობა შეცვალა და რეგიონში ისლამის ცეცხლითა და מחვილით დამკვიდრება დაიწყო. დამპყრობელმა მიწასთან გაასწორა ჩრდილოეთ კავკასიაში არსებული ქრისტიანული ტაძრები. მაჰმადიანობის გავრცელებამ ჩრდილო კავკასიელებსა და ქართველებს შორის არსებული ალიანსი შეიწირა. კავკასიონის ქედის ჩრდილოეთით და სამხრეთით ნელ-ნელა ერთმანეთისგან განსხვავებული პოლიტიკური და კულტურული სისტემები ჩამოყალიბდა. ჩატყდა ის ხიდი, რომელიც საქართველოს ჩრდილოეთ კავკასიასთან აკავშირებდა. დროთა განმავლობაში გაუცხოება კიდევ უფრო გაძლიერდა. ამას ხელს უკვე ირანისა და ოსმალეთის დამპყრობლური პოლიტიკაც უწყობდა, რომლებმაც ჩრდილო კავკასიაში ისლამის საბოლოო დამკვიდრება შეძლეს. ახალმა დამპყრობლებმა რეგიონში მონღოლთა პოლიტიკა გააგრძელეს. კავკასია მარტივ მომრავლეებად დაანაწილეს და მათ შორის შუღლი ჩამოაგდეს. ჩრდილო კავკასიაში ისლამის გავრცელება იმერკავკასიელთა პოლიტიკურ ორიენტაციასაც ცვლიდა. საქართველო მოკავშირეები აღარ მოიაზრებოდა, არამედ პირიქით მოსისხლე მტრად. ისლამის ფორპოსტად ჩრდილო კავკასიაში დაღესტნის ერთ-ერთი სახელმწიფო წარმონაქმნი ყაზი ყუმუხის იგივე ტარკის საშამხლო იქცა. სწორედ ამ საშამხლოს უკავშირდება ლეკიანობის პერიოდი, რომელმაც დიდი ზიანი მიაყენა საქართველოს და მკვეთრად შეაფერხა ქვეყნის განვითარება. ლეკთა თავდასხმების მთელი სიმწვავე უპირველესად კახეთმა იწვნია, რომელიც უშუალოდ ესაზღვრებოდა დაღესტანს. თუმცა კავკასიური ერთობა მთლიანად მაინც არ მოშლილა. მაგალითად, რელიგიური განსხვავების მიუხედავად, ლეკების წინააღმდეგ ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე მეორის მოწოდებას თავდასხმელ დაღესტნელთა წინააღმდეგ საბრძოლველად თითქმის მთელი დანარჩენი ჩრდილო კავკასია გამოეხმაურა. ჯარი ჩერქეზებისა, ყალმუხისა, ჯიქისა, ქისტისა, ღლეღვისა, ნოღისა და ოსისა. ასეთი რეალობიდან გამომდინარე, საქართველოში ლეკების იგივე დაღესტნელების მიმართ მკვეთრად ნეგატიური დამოკიდებულება ჩამოყალიბდა და შურისძიების გრძნობა საუკუნეების მანძილზე ეროვნულ მეხსიერებაში დაილექა. მე-18 საუკუნეში ქართული სამეფოების მეტნაკლებად მომძლავრებასთან ერთად კვლავ იზრდება ქართული კულტურული გავლენა ჩრდილო კავკასიელ ხალხებზე.
მათთან ქართლ-კახეთისა და იმერეთის სახელმწიფო მოღვაწეთა მიმოწერა და ურთიერთობა ძირითადად ქართულ ენაზე მიმდინარეობდა, რაც ჩრდილო კავკასიაში ქართული ენისა და მწიგნობრობის გავრცელებაზე მეტყველებს. ამ მიმართულებით განსაკუთრებით თვალსაჩინოა რუსეთში გადახვეწილი მეფე ვახტანგ მე-6-ის ამალაში მყოფი ქართველი მღვდელმთავრების როლი, რომლებმაც თავიანთ თავზე აიღეს ოსეთში შერყეული ქრისტიანობის აღდგენის საქმე. 1742 წელს რუსეთის იმპერატორისადმი მათი მოხსენების საფუძველზე ქართულ სასულიერო პირთაგან ჩამოყალიბდა ოსეთის სასულიერო კომისია, რომელიც წლების განმავლობაში წარმატებით ახორციელებდა სამისიონერო საქმიანობას ოსურ თემებში. ქართული მოძღვრებისაგან შემდგარმა ოსეთის სასულიერო კომისიამ ქართული სასულიერო წიგნების ოსურად თარგმნა ქართული შრიფტის საფუძველზე დაიწყო. მოძღვრები ოს ბავშვებს ქართულ წერა-კითხვას ასწავლიდნენ. მათი მონდომებით მოზდოკში გაიხსნა პირველი სკოლა, სადაც პირველი მასწავლებლები ასევე ქართველები იყვნენ. სასულიერო კომისიის მოღვაწეობა სამისიონერო და საგანმანათლებლო ფარგლებს გასცდა და ერთგვარი პოლიტიკური ელფერიც კი მიიღო. ამ ფაქტმა რუსეთში შეშფოთება გამოიწვია. რუსეთის საგარეო საქმეთა კოლეგიამ მიიჩნია, რომ სასულიერო კომისია ოსთა შორის ქართულ პოლიტიკურ ორიენტაციას უფრო ამყარებდა ვიდრე რუსულს. ამიტომ მალე კომისიას სათავეში რუსის სამღვდელო პირები ჩაუყენეს და განკარგულება გასცეს ოსურ ენაზე თარგმნილი სასულიერო წიგნები რუსული ანბანით გამოცემულიყო. უკანასკნელი დამპყრობელი, რომელიც თანმიმდევრულად შემოვიდა კავკასიაში, რუსეთის იმპერიაა. მის მიერ კავკასიის დაპყრობას თითქმის 300 წლის ისტორია აქვს. რუსებსა და ჩრდილოკავკასიელებს შორის ურთიერთობა განსაკუთრებით გართულდა მას შემდეგ, როდესაც რუსეთის იმპერიამ სამხრეთის მიმართულებით მიზანმიმართული ექსპანსია დაიწყო. რუსული ახალშენები და ციხესიმაგრეები კავკასიაში მე-16 საუკუნის მეორე ნახევარში გაჩნდა, მაგრამ რუსეთმა აქ ფეხი მხოლოდ მე-18 საუკუნის მეორე ნახევარში მოიკიდა. ამ პერიოდში დაარსდა ქალაქები ყიზლარი, მოზდოკი, ვლადიკავკაზი. რუსეთმა კავკასიის თანდათანობით ათვისება და იქ კაზაკების ჩასახლება დაიწყო. 1785 წელს ყაბარდოსა და ჩეჩნეთში რუსეთის დამპყრობლური პოლიტიკის წინააღმდეგ სახალხო მოძრაობა დაიწყო, რომელსაც სათავეში ჩეჩენი შეიხი მასური ედგა. არეულობა მეზობელ ოლქებშიც გადაინაცვლა და სულ მალე სრულმასშტაბიან ომში გადაიზარდა. აჯანყების ჩაქრობა რუსებმა მხოლოდ 1791 წელს დიდი ძალისხმევის ფასად შეძლეს, თუმცა ჩრდილო კავკასიაზე მათი გავლენა ძალიან მყიფე იყო. ჩრდილო კავკასიის საბოლოო დამორჩილებისა და ზოგადად კავკასიაში სრული დამკვიდრებისთვის რუსეთის იმპერიას რეგიონის ცენტრალურ ქვეყანაზე, საქართველოზე უნდა დაემყარებინა კონტროლი. რუსეთმა პლაცდარმის სახით ქართლ-კახეთის სამეფო გამოიყენა. გარაშემტრების პერმანენტული შემოსევებით დასუსტებული ქართლ-კახეთი მუსლიმური სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლაში ერთმორწმუნე რუსეთს პარტნიორ ქვეყნად განიხილავდა. 1793 წელს რუსეთმა ქართლ-კახეთის სამეფოსთან სამოკავშირეო ხელშეკრულება, ტრაქტატი გააფორმა, რომლის მიხედვითაც რუსეთი ქართლ-კახეთის სამეფოსთვის სამხედრო დახმარების გაწევის ვალდებულებას იღებდა. გარდა ამისა, ქართლ-კახეთი ინარჩუნებდა დამოუკიდებლობას და სამეფო დინასტიასაც. სინამდვილეში რუსეთი ტრაქტატის პირობების შესრულებას არც კი ფიქრობდა. 1801 წელს რუსეთმა უხეშად დაარღვია შეთანხმება და იმპერატორ პავლე I-ის განკარგულებით ქართლ-კახეთის სამეფო რიგითი გუბერნიის სახით რუსეთს შეუერთეს. მე-19 საუკუნის დასაწყისშივე რუსეთმა ქართლ-კახეთზე სრული კონტროლი დაამყარა და თბილისიდან სამხრეთ კავკასიის სწრაფ ათვისებას შეუდგა. სტრატეგიული თვალსაზრისით თბილისი რუსეთისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი იყო. ამ ქალაქიდან იმართებოდა კავკასია, აქედან მარაგდებოდა რუსული არმია. აქ განთავსდა სამხედრო შტაბი და ამ შტაბის მეთაური, მეფის ნაცვალი. ცარიზმის კოლონიზატორული პოლიტიკის მიზანი ადგილობრივი მოსახლეობის რუსიფიკაცია და მათი ასიმილაცია იყო. ანადგურებდნენ კავკასიელთა ტრადიციებსა და ეროვნულ თვითმყოფადობას. რუსების მიერ ინტენსიურად იძარცვებოდა კავკასიის ბუნებრივი სიმდიდრე და რესურსები. რუსული არმია ჩრდილოეთ კავკასიაში მასობრივად ანადგურებდა არა მხოლოდ მოსახლეობას, არამედ ჩეხავდა ტყეებს, წვავდა მთიელთა სოფლებს, ნათესებს, ბაღებს, საძოვრებს. გაწმენდილ ტერიტორიაზე კი ადგილობრივი მოსახლეობის ნაცვლად დაჩქარებული წესით კაზაკთა სტანიცებს აფუძნებდა. კავკასიელთა საზარალოდ რეგიონში აქტიურად დაიწყო დემოგრაფიული ექსპანსია. 1820 წელს გენერალმა ერმოლოვმა მდინარე ყუბანის ნაპირებზე დაახლოებით 25,000 კაზაკი ჩაასახლა, რითაც ეს ტერიტორია საბოლოოდ დაიკარგა ჩერქეზებისთვის.
1825 წელს იმავე ერმოლოვის ბრძანებით კავკასიის ცენტრალური გზა თერგის მარცხენა ნაპირზე გადაიტანეს და მის გაყოლებაზე აშენებულ სიმაგრეებში კაზაკები შეასახლეს. მანამდე აქ ჩასახლებული ოსები თერგის მარცხენა ნაპირიდან აყარეს და მარჯვენა ნაპირზე ისტორიულად ვაინახების, ინგუშების მიწაზე დაასახლეს. სწორედ მაშინ გაჩნდა პირველი ოსური დასახლებები დღევანდელი ვლადიკავკაზის ტერიტორიაზე. 1817 წელს რუსეთის წინააღმდეგ ჩრდილო კავკასიაში ფართომასშტაბიანი შეიარაღებული გამოშროები დაიწყო. აჯანყებამ განსაკუთრებით ფართო ხასიათი ჩეჩნეთსა და დაღესტანში მიიღო. 1829 წლიდან დაღესტანში, ჩეჩნეთისა და ინგუშეთის ტერიტორიაზე ცენტრალიზებული თეოკრატიული ისლამური სახელმწიფო იმამატი გამოცხადდა, რომელსაც სათავეში სასულიერო და სამხედრო ლიდერი იმამი შამილი ედგა. კავკასიელ მთიელ ხალხთა ანტიკოლონიური ბრძოლა ისლამური დროშის ქვეშ გაჩაღდა. მართალია იმპერიასთან საბრძოლველად თითქმის მთელი ჩრდილო კავკასია გაერთიანდა, მაგრამ მთიელთა ეს წინააღმდეგობა ქართული ზურგის გარეშე მაინც განწირული იყო. საუკუნეების მანძილზე გამაჰმადიანებული ჩრდილო კავკასიელების მიერ საქართველოზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად ქართველების მნიშვნელოვანი ნაწილი იმერ კავკასიელებს, განსაკუთრებით კი ლეკებს, მოსისხლე მტრებად განიხილავდნენ. ამის გამო ისლამურმა ჩრდილო კავკასიამ ქრისტიანული საქართველოს სახით მოკავშირე დაკარგა და ფაქტობრივად რუსულ ქრისტიანულ ალყაში მოექცა. უფრო მეტიც, რუსეთის იმპერიამ ჩრდილოეთ კავკასიაში მიმდინარე საომარ მოქმედებებში აქტიურად ჩააბა საქართველო. კავკასიის ომში რუსეთის მხარეს ბევრი ქართველი იბრძოდა. მათ თვიანობდნენ ჩრდილო კავკასიის პროვინციების ხელმძღვანელობას. მაგალითად, გრიგოლ ორბელიანი 1853 წელს დაღესტანში ცენტრალური პროვინციის ავარიის მმართველად დანიშნეს, სადაც მან 15 წელიწადი ემსახურა და აქტიურად მონაწილეობდა შამილის წინააღმდეგ გამართულ ლაშქრობებში. რუსეთი აქტიურად იყენებდა ქართველების ერთმოწონეობის და ამასთან დაკავშირებული მოკავშირეობის თემას. იმპერიამ ქართველების ერთგვარ კავკასიის ჟანდარმებად გადაქცევას, სხვა კავკასიელ ერებთან რუსული საქმის ქართული ხელით კეთებას და ქართველების მეშვეობით კავკასიის გარუსებას ცდილობდა. ეს კი ძირშივე ეწინააღმდეგებოდა ჩვენი ქვეყნის ისტორიულ როლს და ქრისტიანი ქართველებისადმი მაჰმადიანი ჩრდილო კავკასიელების გადამტერებას ისახავდა მიზნად. თუმცა რუსებმა ამ გეგმის სრულად განხორციელება ვერ შეძლეს. მაგალითად, ქართველი პოეტი ვახტანგ ორბელიანი 1832 წლის შეთქმულების ერთ-ერთი მესვეული და შემდგომში რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი 1858-64 წლებში ჯერ ყაბარდოს ოკრუგის, მოგვიანებით კი თერგის ოლქის უფროსი იყო. თუმცა მთიელებისადმი სიძულვილის ნაცვლად თავიდანვე კაცთმოყვარე დამოკიდებულებით გამოირჩეოდა. ჩრდილო კავკასიელისთვის რუსი უდავოდ მტერი იყო. არა მხოლოდ იმიტომ, რომ მშობლიურ მიწა-წყალს ართმევდა და ფიზიკურად ანადგურებდა, არამედ იმიტომაც, რომ ის ურჯულო, გიაური დამპყრობელი იყო. შესაბამისად, რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ ჩრდილო კავკასიის ბრძოლას დამატებითი რელიგიური შინაარსი ჰქონდა. მან ღაზავათის, ანუ საღვთო ომის დატვირთვა შეიძინა. საქართველოს შემთხვევაში კი ერთმორწმუნე რუსეთი თავდაპირველად მოკავშირე მფარველ სახელმწიფოთან იგმებოდა და არა მტრად, თუმცა ეს ილუზია მალევე გაქვეყნდა. რუსეთი ერთმორწმუნე დამპყრობელი აღმოჩნდა, რომელიც რელიგიას მხოლოდ იმპერიული ამბიციების დასაკმაყოფილებლად იყენებდა. 1811 წელს რუსეთმა გააუქმა ქართული ეკლესიის ავტოკეფალია და ქართული ეკლესია რუსეთის სინოდის საეგზარქოსოდ გამოაცხადა. წირვა ლოცვა რუსულ ენაზე შემოიღეს. თეთრად გადაიღება ქართული ფრესკები ეკლესია-მონასტრებში. რუსმა სასულიერო პირებმა ქართული საეკლესიო საგანძურის რუსეთში გაზიდვა დაიწყეს. გაიძარცვა სიონი, სპეტიცხოველი, ალავერდი, დავით გარეჯის სავანე, გელათის მონასტერი. 1880-იან წლებში ეგზარქოსმა პავლემ ცეცხლში დაწვა ქართულ ენაზე დაბეჭდილი ათასობით წიგნი, გაძარცვა ჭყონდიდის და მეტეხის ტაძრები. ამავე ეგზარქოსმა სიონის საკათედრო ტაძარში დაწყევლა ქართული ეკლესია და ქართველი ერი. რუსმა ეგზარქოსებმა ქართული ეკლესიებიდან დაახლოებით 127 მილიონი მანეთის ძვირფასეულობა გაიტანეს და ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმ დანაშაულისა, რომელიც რუსეთმა ერთმორწმუნეობის საფარქვეშ ჩაიდინა. რუსეთის იმპერიამ ქართული სახელმწიფოებრიობისა და ქართული ეკლესიის დამოუკიდებლობის მოსპობის შემდეგ აქ რუსული სამყაროს შექმნა, ანუ ქართველების გარუსებას სცადა. ქართველებს მკაცრად განსაზღვრული კავკასიის ჟანდარმების როლი დააკისრა, მაგრამ რუსეთის ამ ცდილობამ უნაყოფოდ ჩაიარა. ამიერკავკასიაში ქართველების სახით იმპერიამ საიმედო საყრდენი ვერ შეიძინა.
რადგანაც ქართველების საბოლოო გახერბნა რთული აღმოჩნდა, რუსეთმა კავკასიაში საკუთარი პოლიტიკური კურსის განსახორციელებლად სომხური ფაქტორი აირჩია. ამ ნაბიჯით რუსეთი საქართველოს ზურგში მორჩილ ძალას ქმნიდა, რომელიც საჭიროების შემთხვევაში ქართველების განეიტრალებას შეძლებდა. მე-19 საუკუნის 30-იან წლებში რუსეთის იმპერიაში ახალციხის საბაჟო შემოერთების შემდეგ მუსლიმანმა ქართველმა თავადებმა ქრისტიანობის მიღების სანაცვლოდ რუსეთს თხოვეს მათთვის წოდავრივ ქონებრივი პრივილეგიების შენარჩუნება, მაგრამ ნიკოლოზ I-მა მათ გაქრისტიანებაზე უარი უთხრა. სულ მალე სწორედ ქართველთა მაჰმადიანობა დაედო საფუძვლად მესხეთიდან 30,000 კაცის აყრას და იქ გრიბოიდოვის რეკომენდაციით სომხების ჩასახლებას. თურქ მესხთა პრობლემაც სწორედ ამ ისტორიის გამოძახილია. რუსეთმა მაჰმადიანობა დაუდო ასევე საფუძვლად 1878 წელს ისტორიული ქართული მხარის აფხაზეთის შემოერთების შემდეგ ამ მიწებიდან დაახლოებით 20,000 მაჰმადიანი აფხაზის აყრას და მათ ნაცვლად სომხების ჩასახლებას. სწორედ მუჰაჯირობის პერიოდში გაჩნდა აფხაზეთში სომხური ახალშენები. საკუთარ მიწა-წყალზე ოსმალოთაგან შევიწროებული და დევნილი სომხები უცხო მიწაზე ჩასახლებისას მუდმივად საჭიროებდნენ ძლიერ მფარველს. სწორედ ამით აიხსნება სომეხთა მტკიცე პრორუსული ორიენტაციაც. თუ ამიერკავკასიაში რუსების დასაყრდენი სომხეთი იყო, ჩრდილოეთ კავკასიაში მსგავსი ფუნქცია ოსებს მიენიჭა. ოსების დაინტერესება რუსეთის იმპერიამ კავკასიის დაპყრობის ჯერ კიდევ ადრეულ სტადიაზე დაიწყო. ოსები ყაბარდოელი მთავრების ვასალები იყვნენ და რუსების მიერ ოსების მხარდაჭერა სწორედ ყაბარდოს დასუსტებასა და ცენტრალურ იმიერკავკასიაში საიმედო საყრდენის შექმნას ისახავდა მიზნად. რუსეთი ცდილობდა არ დაეშვა ყაბარდოს ერთიან ძლიერ სამთავრო ჩამოყალიბება, რადგან ამ შემთხვევაში საფუძველი ჩაეყრებოდა ადიღების და პერსპექტივაში მთლიანად ჩრდილო კავკასიელების კონსოლიდაციას. ცენტრალური იმიერკავკასიის დაბლობები, სადაც ოსების ჩასახლება იგეგმებოდა, ყაბარდოელებით იყო დასახლებული და ეს ნაყოფიერი მიწები ყაბარდოს სამთავროს ძირითად ნაწილს მიეკუთვნებოდა. ამდენად რუსეთის იმპერიის მიერ ოსების დახმარებასა და მათი გაქრისტიანების პროცესის დაწყებას პოლიტიკური საფუძველი ჰქონდა და ეს ქრისტიანული გულმოწყალებით არ იყო განპირობებული. რუსეთის იმპერია წარმატებით იყენებდა კავკასიელთა შორის არსებულ ეთნიკურ, რელიგიურ თუ ენობრივ-კულტურულ განსხვავებებს და მათ შორის ურთიერთდაპირისპირებას აღვივებდა. უმძიმეს პირობებში მოქცეულ კავკასიელებს ერთმანეთთან აომებდა, ერთმანეთისთვის მიწისა თუ ქონების წართმევისკენ უბიძგებდა. ამგვარი ქმედებები ბუნებრივია ძალადობის საპასუხო ტალღას იწვევდა. ეს ყველაფერი კი ხელს მხოლოდ რუსეთის იმპერიას აძლევდა. დაგსახსულმა და ერთმანეთს გადამტერებულმა კავკასიამ რუს დამპყრობელს დიდხანს ვეღარ გაუძლო. კავკასიის საბოლოო დამორჩილების თარიღად 1864 წლის 21 მაისი ითვლება, როცა რუსებმა მთიელთა წინააღმდეგობის უკანასკნელი კერა კბაადა დაიკავეს. იმ პერიოდში ჩრდილო კავკასიის დასავლეთი ნაწილიდან ერთიანად გადაასახლეს ამ მიწის მკვიდრნი, ისინი ვინც გადაურჩა რუსეთის ჯარების მიერ მოწყობილ სასაკლაოებს, შიმშილსა და ეპიდემიებს. ჩერქეზების, უბიხების და აფხაზების ტერიტორიის სამჯერადი გაწმენდის შედეგად რუსეთის იმპერიამ დაახლოებით მილიონი ადიღეელი მთელი ადგილობრივი მოსახლეობის 90-95% ერთბაშად გააქრო ჩრდილო-დასავლეთ კავკასიის მიწიდან. მაშინ ბევრი ვერ ბედავდა სიმართლის თქმას ადიღეელთა ტრაგედიის შესახებ, მაგრამ ღირსეული ქართველი მამულიშვილები ილია ჭავჭავაძის მეთაურობით ხმას იმაღლებდნენ ჩრდილო კავკასიელთა დასაცავად. რუსეთის იმპერიული მარწუხებიდან თავის დაღწევის შესაძლებლობა კავკასიამ მე-20 საუკუნის დასაწყისში მიიღო, როდესაც პირველ მსოფლიო ომში ჩართული იმპერია მძიმე პოლიტიკურ-ეკონომიკურმა კრიზისმა მოიცვა და მისი რღვევის პროცესი დაიწყო. 1918 წლის 11 მაისს ოფიციალურად გამოცხადდა ჩრდილოეთ კავკასიის მთიელთა რესპუბლიკის როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნა. იგი მოიცავდა თერგის ოლქს, დაღესტანს, ჩეჩნეთს, ინგუშეთს, ჩრდილოეთ ოსეთის, ყაბარდო-ბალყარეთის და ნაწილობრივ სტავროპოლის მხარის ტერიტორიებს. რესპუბლიკის დამფუძნებელნი იყვნენ თოფა ჩერმოევი, ვაინახი თავადი და მეცენატი და საიდ შამილი, დიდი შამილის შვილიშვილი. იმავე წლის მაისის მიწურულს დამოუკიდებლობა გამოაცხადა საქართველომ, აზერბაიჯანმა და სომხეთმა. 1918-21 წლების დამოუკიდებელი საქართველოს მესვეურებს
შედარებით ნაკლებად ესმოდათ ეროვნული ამოცანები და საქართველოს ისტორიული მისია. მაგრამ ჟორდანიას მთავრობა მაინც ცდილობდა კავკასიის ერთიანობისკენ პირველი ნაბიჯების გადადგმას და საერთო კავკასიური პოლიტიკის საფუძვლის შექმნას. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა სომხეთ აზერბაიჯანსა და მთიელთა რესპუბლიკასთან ჭიდრო თანამშრომლობის კავკასიის ეკონომიკური და სამხედრო თავდაცვითი შეკავშირების კურსს ახორციელებდა. ეს განსაკუთრებით მკაფიოდ შეინიშნებოდა აზერბაიჯანისადმი დამოკიდებულებაში. საერთო გეოსტრატეგიული ინტერესები, სამეურნეო და ეკონომიკური საჭიროებანი საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკებს ურთიერთდაახლოებისა და პარტნიორობისკენ უბიძგებდა. ბაქოს ნავთობი საქართველოსთვის შეუცვლელი იყო. აზერბაიჯანისთვის კი საქართველო დასავლურ სამყაროსთან დამაკავშირებელ უმოკლეს გზას წარმოადგენდა. ამ გარემოებებს ორივე ქვეყანაში ანგარიში ეწეოდა. 1918 წლის დეკემბერში დაიდო ხელშეკრულება, რომელიც აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის თავისუფალ უბაჟო ტრანზიტს აწესებდა. 1920 წელს გაფორმებული შეთანხმება კი საქონლის ურთიერთგაცვლის პროცედურათა გამარტივებას ითვალისწინებდა. მეტად მნიშვნელოვანი იყო აზერბაიჯანისა და საქართველოს თანამშრომლობა თავდაცვის სფეროში, რაც 1919 წლის ივნისში ამ სახელმწიფოთა სამხედრო ხელშეკრულებით დაგვირგვინდა. ხელშეკრულების მოქმედების ვადად 3 წელი განისაზღვრა. ხელმომწერი მხარეები ვალდებულებას კისრულობდნენ საგარეო საფრთხისა და აგრესიის შემთხვევაში თავიანთი შეიარაღებული ძალებით ერთად გამოსულიყვნენ ორი რესპუბლიკის სახელმწიფოებრიობის დასაცავად. საქართველოსა და აზერბაიჯანის სამხედრო ხელშეკრულებამ დიდი მოწონება და მხარდაჭერა ჰპოვა ორივე ქვეყნის პოლიტიკურ სპექტრში. საქართველოს დამფუძნებელ კრებაში დოკუმენტი ერთხმად იქნა რატიფიცირებული. აზერბაიჯანის პარლამენტში კი მისი დამტკიცების წინააღმდეგ მხოლოდ ბოლშევიკები გამოვიდნენ. ხელშეკრულების სპეციალური პუნქტი ადგილს ტოვებდა სამხრეთ კავკასიის მესამე რესპუბლიკისთვისაც, მაგრამ სომხეთი მაშინ ამ ალიანსის წევრი არ გახდა. საქართველოს მთავრობის ინიციატივით 1919 და 20 წლებში ორჯერ ჩატარდა კავკასიის რესპუბლიკების კონფერენცია. ამ კონფერენციაზე ტერიტორიულ პრობლემათა გარდა განიხილებოდა ეკონომიკური, აგრეთვე საგარეო პოლიტიკაში შეთანხმებული მოქმედების საკითხები. რუსეთის იმპერიის დაშლის შემდგომ პერიოდში საერთო ინტერესების გაცნობიერებაზე მეტად კავკასიელებს შორის ჯერ კიდევ იგრძნობოდა ძველი წყენა და გაუგებრობა. საქართველოს საკმაოდ ფრთხილი დამოკიდებულება ჰქონდა ჩრდილო კავკასიის მიმართ, მაგრამ მიუხედავად ამისა, საქართველო დიდ დახმარებას უწევდა მთიელთა რესპუბლიკას. ჩრდილო კავკასიელ მთიელებს საქართველო საიმედო მოკავშირედ ეგულებოდათ და ხშირად მიმართავდნენ მას დახმარებისთვის, რადგან ისინი რუსეთის მხრიდან ორმაგი დარტყმის ქვეშ იმყოფებოდნენ. მათ დამოუკიდებლობას ებრძოდა როგორც თეთრგვარდიული, ასევე ბოლშევიკური რუსეთი. დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობა შეძლებისდაგვარად ეხმარებოდა მათ ფინანსურად და ასევე სამხედრო პოლიტიკური და ტექნიკური თვალსაზრისით. პირველი რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანია იხსენებს ერთ ეპიზოდს, რომელიც მთიელთა რესპუბლიკისთვის წარუმატებელ სამხედრო დახმარებას ეხება. მთიელთა რესპუბლიკას შეესწია ბოლშევიკები. გთხოვეს დახმარება. ჩვენც გავაგზავნეთ ჯარის ნაწილები ბაქოს გზით. ხოლო ბაქოს მთავრობამ ის განაიარაღა. საქმეზე არ გაუშვა. შეიქმნა დიდი მიწერმოწერა. ძლივს ჩვენი ხალხი უკან მივიღეთ. ბევრი უიარაღო. საინტერესოა იმავე პერიოდში დაღესტნელთა მიერ საქართველოში სახელმწიფოებრივი ინტეგრირების მცდელობის ფაქტი. საგარეო საფრთხემ აიძულა დაღესტნის ყველაზე დიდი მხარის ავარიის მმართველი ყაითმას ალიხანოვი, რომ მას ჟორდანიას მთავრობისთვის ეთხოვა ავტონომიის სახით ავარიის მიღება საქართველოს შემადგენლობაში. 1920 წლის ივნისში ალიხანოვმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ასეთი შინაარსის წერილი მიწერა. ავარიელებს სულითა და სისხლით ბევრი რამ აკავშირებთ ქართველებთან და თემურლენგის შემოსევებამდე ეს მიწა-წყალი საქართველოს განუყოფელი ნაწილი იყო. იგი თხოვნით მიმართავდა საქართველოს მთავრობას, რათა მას ავარია მიეღო ავტონომიურ საწყისებზე. საგარეო პოლიტიკა, სამხედრო საქმე, ფინანსები და განათლება საერთო იქნებოდა. საშინაო მმართველობის უფლება თავად ავარიას რჩებოდათ. სასამართლო კი შარიათის კანონებს დაემორჩილებოდა. თუმცა კავკასიელების ერთიანობისკენ წინსვლას ხელი კვლავ რუსეთმა შეუშალა.
ბოლშევიკების მიერ განახლებულმა საბჭოთა რუსეთმა კავკასიაში ხელმეორედ დამკვიდრება 1920 წლიდან დაიწყო. მარტში კომუნისტებმა დაიკავეს ყუბანის, სტავროპოლის, ტუაფსეს და გროზნის ოლქები. ივნისისთვის კი წითელმა არმიამ მთიელთა რესპუბლიკის ძალების წინააღმდეგობა გატანა. ბოლშევიკთა სამხედრო აგრესიის შედეგად კავკასიის მთიელ ხალხთა დამოუკიდებელმა სახელმწიფომ არსებობა შეწყვიტა. მის ნაცვლად კომუნისტებმა საბჭოთა რესპუბლიკა დააარსეს. 1920 წლის 11 ნოემბერს ვლადიკავკაზში თერგის ოლქის ხალხთა ყრილობა ჩატარდა, რომელმაც მთის ხალხთა საბჭოთა სოციალისტური ავტონომიური რესპუბლიკა დააფუძნა. ამ რესპუბლიკის შემადგენლობაში შევიდა ჩეჩნეთის, ნაზრანის, ვლადიკავკაზის, ყაბარდოს, ბალყარეთის, ყარაჩაის და სუნჟის ოლქები. 1921 წლის დასაწყისისთვის კი რუსეთი უკვე მთელ კავკასიას აკონტროლებდა. საბჭოთა ხელისუფლება დამყარდა საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში. რუსეთი გასაბჭოების წლებშიც აქტიურად იყენებდა ქართველებს თავისი პოლიტიკის განსახორციელებლად ჩრდილო კავკასიაში. მაგალითად, თერგის ხალხთა მეორე ყრილობაზე, სადაც რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში თერგის საბჭოთა რესპუბლიკის შექმნა გამოცხადდა, მის თავმჯდომარედ სამუელ ბუაჩიძე გაამწესეს. თუმცა ეს რესპუბლიკა უდღეური აღმოჩნდა. 1918 წელს ბაქოს სახალხო კომისართა საბჭომ დაღესტნის ოლქის საგაგებო კომისრად ვიქტორ ნანიეშვილი დანიშნა. ჩრდილოეთ კავკასიაში კონტრრევოლუციის წინააღმდეგ ბრძოლას სერგო ორჯონიკიძე მეთაურობდა. სტალინი და ორჯონიკიძე ხელმძღვანელობდნენ 1920 წლის 13 ნოემბერს თემირ-ხან შურაში გამართულ დაღესტნის ხალხთა საგანგებო ყრილობას, რომელზეც დაღესტანში საბჭოთა ავტონომიის შექმნის შესახებ რუსეთის მთავრობის დეკლარაცია გამოცხადდა. კავკასიის ერთიანობისკენ მიმართული ძალისხმევა რეგიონის მიერ დამოუკიდებლობის ხელმეორედ დაკარგვის შემდეგაც მიმდინარეობდა. ამ თემაზე უკვე კავკასიელი ემიგრანტები მუშაობდნენ. უცხოეთში გადახვეწილი პოლიტიკოსები 1918-21 წლების მარცხის ერთ-ერთ მიზეზს კავკასიის ხალხთა შეუთანხმებლობასა და დაპირისპირებაში ხედავდნენ. მე-20 საუკუნის 20-იანი წლებიდან ემიგრანტულ წრეებში აქტიურად განიხილებოდა კავკასიის კონფედერაციის შექმნის საკითხი. 1924 წელს სტამბოლში კავკასიის განმათავისუფლებელი კომიტეტი დაფუძნდა. 1933 წელს ამ კომიტეტმა კავკასიის კონფედერაციის პაქტის პროექტი გამოაქვეყნა. 1934 წელს ბრიუსელში ამ პაქტს ხელი მოაწერეს ნოე ჟორდანიამ, აკაკი ჩხენკელმა, აზერბაიჯანის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა რასულ ზადემ, რესპუბლიკის მთავრობის ყოფილმა ხელმძღვანელმა ალიმარდინ თოფჩიბაშმა, ჩრდილო კავკასიელებმა მემედ გირეისუნმა, იბრაჰიმ ჩულიკმა და თავოსულთან შაკმანმა. ამ პაქტში ჩამოყალიბებული იყო კონფედერაციის ძირითადი საფუძვლები. იგი ემყარებოდა თანასწორობის პრინციპს, საგანგებოდ არჩეულ კავკასიის საბჭოს და იმ პრეზიდიუმს, რომელსაც უნდა ეხელმძღვანელა კავკასიელ ხალხთა ეროვნულ განმათავისუფლებელი ბრძოლისთვის. პაქტში ხაზგასმულია, რომ ერთა ყოველმხრივი განვითარება შესაძლებელია მხოლოდ მათი სრული დამოუკიდებლობის პირობებში და რომ ამის მიღწევა მეტისმეტად რთულია, თუ ვერ მოხერხდა კავკასიის ყველა ხალხის გაერთიანება საერთო საზღვრის ფარგლებში. კავკასიის დაპყრობის შემდეგ კრემლი მისთვის ჩაული თვითნებობით აფუძნებდა და აუქმებდა ავტონომიურ წარმონაქმნებს როგორც იმიერკავკასიაში, ასევე ამიერკავკასიაში. სწორედ მაშინ შეიქმნა ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიაზე ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი. იმავე პერიოდში შეიქმნა ასევე ყარაბაღისა და ნახიჩევანის ავტონომიური წარმონაქმნები, რომელთა სტატუსი და საზღვრები 20-იან წლებში არაერთხელ შეიცვალა. კრემლის მიერ ყარაბაღისა და ნახიჩევანის გადაცემა-გადმოცემა და მათი საზღვრების შესწორებები, ასევე ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის შექმნა სრულიად გამიზნულად ხდებოდა. აღნიშნული წარმოქმნებისა და მათი საზღვრების გადაკეთების მთავარი მიზანი კავკასიელთა ურთიერთგადამტერება იყო. ანალოგიური პროცესები მიმდინარეობდა ჩრდილო კავკასიაშიც, სადაც ავტონომიური წარმოქმნების შექმნისას კრემლი იმას კი არ ცდილობდა, რომ კავკასიელებს შორის სადავო საკითხები მოეგვარებინა, არამედ პირიქით, თუ არ იყო, ქმნიდა სადავო ტერიტორიებს და ნელი მოქმედების ნაღმის სახით ინარჩუნებდა. საბჭოთა რუსეთი კავკასიაში ისევე მოქმედებდა, როგორც თავის დროზე მეფის რუსეთი. დამოუკიდებლობისაკენ კავკასიელთა ნებისმიერ სწრაფას მოსკოვი სამხედრო ძალას და რეპრესიებს უპირისპირებდა. ამ მხრივ გამოსარჩევია 1944 წელს ჩრდილოეთ კავკასიაში განხორციელებული დეპორტაციის ტალღა. საბჭოთა ხელისუფლებამ
ჩრდილოეთ კავკასიის ერებს გერმანელებთან თანამშრომლობაში და საბჭოთა კავშირის ღალატში დასდო ბრალი. ამ ბრალდებით შუა აზიაში გადაასახლეს ყაბარდოელები, ბალყარები, ყარაჩაელები, ინგუშები და ჩეჩნები. თუმცა იმპერიამ მხოლოდ ამას არ დასჯერდა. მოსკოვმა მშობლიური ადგილებიდან აყრილი მკვიდრი მოსახლეობის ადგილას სხვა ერები დაასახლა, რითაც დემოგრაფიული სურათი შეცვალა და მომავალ ეთნოკონფლიქტებს დაუდო სათავე. ამ გეგმის განსახორციელებლად კრემლი ქართველებისა და ოსების გამოყენება შეეცადა. ბალყარელი და ყარაჩაელი ხალხის ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოს მიუერთეს. საქართველომ მოულოდნელად მნიშვნელოვანი ტერიტორია მიიღო, რომელსაც ქლუხორის რაიონი დაერქვა. ამ რაიონის ასათვისებლად სვანეთისა და რაჭის რაიონებიდან 5000-ზე მეტი ადამიანი ჩაასახლეს. იგივე პროცესები დაიწყო საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთ საზღვართან. ჩეჩნეთ-ინგუშეთის გაუქმებული ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორია ჩრდილოეთ ოსეთს, დაღესტანსა და საქართველოს შორის გადანაწილდა. ჩეჩნურ-ინგუშური მიწები ახალხევის ქართულ რაიონად გარდაიქმნა. ინგუში მკვლევარების მტკიცებით 1954-56 წლებში დაცარიელებული ინგუშეთის გეგმაზომიერი ათვისება მეზობელი რესპუბლიკებიდან ჩასახლებულთა ხარჯზე მიმდინარეობდა. ტერიტორიის იმ ნაწილში, რომელიც ჩრდილოეთ ოსეთს გადაეცა, გადაიყვანეს მოსტური ოჯახები როგორც ჩრდილოეთ ოსეთიდან, ასევე საქართველოში მდებარე ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთიდანაც. სხვადასხვა მონაცემებით საქართველოდან ყოფილ ინგუშეთში დაახლოებით 25-დან 35,000-მდე ოსი ჩაასახლეს. 1953 წლის 5 მარტიდან, მას შემდეგ რაც გარდაეცვალა საბჭოთა კავშირის ერთპიროვნული მმართველი იოსებ სტალინი, იმპერიაში სხვა პოლიტიკური რეალობა ჩამოყალიბდა. კრემლმა კავკასიის მიმართ პოლიტიკა შეცვალა. საბჭოთა იმპერია შეეცადა ამჯერად სტალინის ქართული წარმომავლობა გამოეყენებინა კავკასიელებში ქართველების მიმართ სიძულვილის დასათესად. კრემლის პროპაგანდა იმ აზრს ამკვიდრებდა, რომ კავკასიის ყველა უბედურება სწორედ სტალინის ქართველობა განსაზღვრავდა და რუსეთის იმპერიული პოლიტიკა არაფერ შუაში იყო. სინამდვილეში კი სტალინი მხოლოდ აგრძელებდა იმ დანაშაულებრივ პოლიტიკას, რომელსაც ჯერ კიდევ მეფის რუსეთი ახორციელებდა კავკასიაში. სულ მალე კრემლმა სტალინის მიერ რეპრესირებული ჩრდილოკავკასიელი ერების რეაბილიტაციის გადაწყვეტილება მიიღო. 1957 წელს საქართველოსთვის შეერთებული ტერიტორიები კვლავ ჩრდილოკავკასიელებს დაუბრუნდათ. რუსეთი შეეცადა მაქსიმალური სარგებელი მიიღო ამ გადაწყვეტილებიდან და კავკასიელი ერები ერთმანეთისთვის დაეპირისპირებინა. კრემლი ვარაუდობდა, რომ ადრე ჩასახლებულ და დეპორტაციიდან დაბრუნებულ კავკასიელებს შორის კონფლიქტი წარმოიქმნებოდა. თუმცა ქართველების შემთხვევაში იმპერიამ კვლავ მარცხი განიცადა. ქართველები კავკასიაში ჟანდარმერის როლის შესრულებაზე უარს აცხადებდნენ. როგორც ყარაჩაეში, ასევე ინგუშეთში ჩასახლებულმა ქართველებმა უსიტყვოდ გადასცეს სამშობლოში დაბრუნებულ კავკასიელებს ტერიტორიები და ყველანაირად ეხმარებოდნენ მათ. დაუტოვეს მეცხოველეობის ფერმები, ბინები, ბაღები. საქართველოსა და დაღესტნისგან განსხვავებით, ჩრდილო ოსეთი ცხადია კრემლის კარნახითა და ნებართვით უარს აცხადებდა დაკავებული ტერიტორიების დაბრუნებაზე. როდესაც ჩეჩნეთ-ინგუშეთის ავტონომია აღადგინეს, მოსკოვმა ოსებს დაუთმო და პრიგოროდნი რაიონი ჩრდილოეთ ოსეთს დარჩა. ამ გადაწყვეტილებით კრემლმა ორი კავკასიელი ერის დაპირისპირება შეუწყო ხელი და ნელი მოქმედების ნაღმი ჩადო, რომელიც წლების შემდეგ გაამოქმედა. მე-20 საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგად კავკასიაში ახალი მოცემულობა გაჩნდა. ამიერკავკასიის ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები დამოუკიდებელ სუბიექტებად გარდაიქმნენ. ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებმა კი ავტონომიის ხარისხი აიმაღლეს, მაგრამ კვლავ რუსეთის შემადგენლობაში რჩებოდნენ. რუსეთის იმპერიამ სახე იცვალა, მაგრამ კავკასიის სრულ გაკონტროლებას მაინც ცდილობდა. კრემლის მიერ ინსპირირებული ეთნოკონფლიქტების შედეგად კავკასია კვლავ გათიშული აღმოჩნდა. მოსკოვის უპირველესი ამოცანა კვლავ უცვლელი დარჩა. კავკასიის სრული კონტროლისთვის რეგიონის ცენტრალური სახელმწიფო საქართველო რუსეთის გავლენის ქვეშ უნდა ყოფილიყო. ამ ამოცანას დამოუკიდებელი საქართველოს ახალი მთავრობა ართულებდა. ზვიად გამსახურდია ხელისუფლება რუსეთისგან დისტანცირებას და საერთო კავკასიური სახლის შექმნას ცდილობდა. 1991 წლიდან დაიწყო საქართველოს და ჩრდილოკავკასიის ცენტრალური სახელმწიფოს ჩეჩნეთის დაახლოება.
საქართველოს პრეზიდენტს ზვიად გამსახურდიას მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა ჩეჩნეთის პირველ პრეზიდენტთან ჯოჰარ დუდაევთან, ასევე აზერბაიჯანის პრეზიდენტთან აბულფაზ ელჩიბეისთან. თუმცა ამ რესპუბლიკების დაახლოების პროცესი რუსეთის მიერ 1991-92 წლებში საქართველოში ინსპირირებულმა სახელმწიფო გადატრიალებამ შეწყვიტა. ქვეყნის სათავეში საბჭოთა კავშირის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ედუარდ შევარდნაძე მოვიდა. კავკასიური სახლის იდეის ავტორმა, დევნილმა პრეზიდენტმა გამსახურდიამ კი თავი ჩეჩნეთს შეაფარა. ხელისუფლების შეცვლის გარდა მოსკოვმა საქართველოს დასამორჩილებლად დამპყრობლების მიერ ნაცად ხერხს მიმართა. კრემლმა ყველაფერი გააკეთა, რომ კავკასიელთა ერთობა გაეტიშა და ქართველები და ჩრდილოკავკასიელები ერთმანეთისთვის დაეპირისპირებინა. შეიარაღებული კონფლიქტი დაიწყო ცხინვალის რეგიონსა და შემდეგ აფხაზეთში. დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობა ყოველთვის ცდილობდა მისი პოლიტიკა აფხაზების, ოსებისა თუ სხვა ეთნიკური ჯგუფების მიმართ კონსტრუქციული ყოფილიყო. ჯერ კიდევ 1919 წელს სწორედ დამოუკიდებელი საქართველოს მაშინდელი მთავრობის ხელშეწყობით აფხაზეთში გაიმართა პირველი საყოველთაო არჩევნები. 1921 წლის 21 თებერვალს საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ დაამტკიცა დებულება აფხაზეთის ავტონომიური მმართველობის შესახებ და იმავე დღეს საქართველოს კონსტიტუციის 107 მუხლში დაფიქსირდა ავტონომიური მმართველობა აფხაზეთში. ანალოგიური კურსი გაგრძელდა 1991 წლის 9 აპრილიდან, მას შემდეგ რაც საქართველოს მაშინდელმა პარლამენტმა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა. იმავე წლის 9 ივლისს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენლებს შორის გამართული მოლაპარაკებების შედეგად მიღებულ იქნა ახალი საარჩევნო კანონი, რომლითაც განისაზღვრა აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში ადგილების გადანაწილება ეთნიკური პრინციპით. აფხაზებს, რომლებიც ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობის მხოლოდ 17.8% შეადგენდნენ, დაეთმოთ 28 ადგილი, ხოლო ქართველებს ავტონომიის ყველაზე მრავალრიცხოვან ეთნიკურ ჯგუფს 45.7% 26 ადგილი. 11 ადგილი შეხვდათ სხვა ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლებს. ევროპული მასშტაბით შეუძლებელია მოეძებნოს მსგავსი თანაბარდობა ეთნიკური ჯგუფის რიცხოვნობასა და ავტონომიის სახელმწიფო ორგანოში მის წარმომადგენლებს შორის. ასეთ დისბალანსს საქართველოს მაშინდელი ხელისუფლება დათანხმდა იმ მიზნით, რომ თავიდან აეცილებინა ძმათამკვლელი კონფლიქტი აფხაზეთში, რაც მხოლოდ კრემლს აძლევდა ხელს. სამწუხაროდ რუსეთის სპეცსამსახურებისა და ჯარების უშუალო მონაწილეობით საბოლოოდ აფხაზეთში მაინც გაჩაღდა კონფლიქტი, რომელშიც კრემლმა შეძლო აფხაზი და სომეხი მოსახლეობის ნაწილთან ერთად ჩრდილოკავკასიელ მებრძოლთა ჯგუფების დაეპირისპირებინა ქართველებით. 1990-იან წლებში ვითარების დესტაბილიზაციას ხელს უწყობდა რუსეთის სპეცსამსახურების მიერ შექმნილი კავკასიის ხალხთა კონფედერაცია. ეს ორგანიზაცია საქართველოში საომრად წვრთნიდა და აგზავნიდა ჩრდილოკავკასიელ ახალგაზრდებს, რაც ჯერ კიდევ მეფის რუსეთის დროინდელი იმპერიული პოლიტიკის გაგრძელება იყო კავკასიაში და მიზნად ისახავდა გამსახურდია დუდაევის ერთობლივი ძალისხმევით განახლებული ქართულ ჩრდილოკავკასიური ურთიერთთანადგომის ტენდენციის დათრგუნვას. კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის საქმიანობა ჯერ აფხაზური სეპარატიზმის მხარდაჭერაში, მოგვიანებით კი ჩეჩნურ განმათავისუფლებელ მოძრაობასთან დაპირისპირებაში გამოიხატა. ამგვარი ქმედებებით კონფედერაცია ძირშივე ეწინააღმდეგებოდა მის მიერვე დეკლარირებულ კავკასიელთა ერთობის პრინციპებს. ამიტომ მას მალე სახელი გაუწყდა, როგორც კრემლის მიერ მართულ ორგანიზაციას, რომლის რეალურ მიზანს წარმოადგენდა არ დაეშვა რეგიონის ხალხების გაერთიანება. რუსეთმა სრული მასშტაბით გამოიყენა ამიერკავკასიაში თავისი დასაყრდენი სომხეთიც. მთიანი ყარაბაღის ავტონომიურ რესპუბლიკაში სომხეთ-აზერბაიჯანის სამხედრო დაპირისპირება დაიწყო. რუსეთის მხარდაჭერით ამ კონფლიქტში გამარჯვებული სომხეთი გამოვიდა. მოსკოვის მიერ ინსპირირებული კონფლიქტების შედეგად კავკასიური ერთობა წარმოუდგენელი გახდა. ასეთი ვითარება კი რუსეთს რეგიონის მართვის საშუალებას აძლევდა. კავკასიაზე სრული კონტროლის დამყარებაში მას მხოლოდ ჩეჩნეთი უშლიდა ხელს. თუმცა დამოუკიდებელმა ჩეჩნურმა სახელმწიფომ კავკასიური ერთობის გარეშე დიდხანს ვერ გაძლო. საქართველოს მხარდაჭერის გარეშე ვერც ჩეჩნეთი და ვერც სხვა რომელიმე ჩრდილოკავკასიური რესპუბლიკა რეალურად კრემლის მარწუხებს თავს ვერ დააღწევდა.
ჩეჩნეთის მაგალითმა ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა. ჩეჩნების მიერ 1996 წელს მიღწეული დიდი სამხედრო გამარჯვება და რუსეთის ჯარების გასვლა რესპუბლიკიდან საბოლოოდ მაინც დროებითი წარმატება აღმოჩნდა, რადგან ჩეჩნეთი ფაქტობრივად იზოლირებულია. სწორედ ამ იზოლაციის დასაძლევად ჩამოვიდა 1997 წელს ჩეჩნეთის პრეზიდენტი ასლან მასხადოვი თბილისში, სადაც ედუარდ შევარდნაძესთან გაიმართა მოლაპარაკებები. ჩეჩნურ-ქართული დიალოგი იმავე წლის სექტემბერში გაგრძელდა, როდესაც თბილისში ჩეჩნეთის დელეგაცია ჩამოვიდა პარლამენტის ვიცე-სპიკერ სეელამ ბუშაევის მეთაურობით. ბუნებრივია, საქართველოს-ჩეჩნეთის ისტორიული კავშირების აღდგენა და გაფართოება ორივე ხალხისთვის ძალზე მომგებიანი იქნებოდა. მაგრამ კრემლმა ეს პროექტი ძირშივე მოსპო. ხაზგასასმელია, რომ ჩეჩნეთის პირველმა პრეზიდენტმა ჯოჰარ დუდაევმა შამილის მკვეთრად ისლამური კურსისგან განსხვავებით 1991 წელს ჩეჩნეთის სეკულარული რესპუბლიკა გამოაცხადა, რაც საქართველოსთან და დასავლეთთანაც ღია ურთიერთობის მაუწყებელი იყო. ამიტომაც, როცა 1994 წლის დეკემბერში რუსეთის არმია ჩეჩნეთში შეიჭრა, ჩეჩნების გვერდით ქრისტიანებიც იბრძოდნენ, უპირველესად ქართველები და უკრაინელები. დუდაევის მოკვლის შემდეგ კრემლმა თანდათანობით შეძლო ჩეჩნეთში რადიკალური ისლამური ჯგუფების გაძლიერება და მათი მეშვეობით საერთაშორისო საზოგადოების წინაშე დამოუკიდებლობისთვის ჩეჩნეთთა ბრძოლის მეტნაკლებად დისკრედიტაცია. 1999 წელს რუსეთის მმართველმა ვლადიმერ პუტინმა მეორე ჩეჩნური ომი წამოიწყო, რაც 21 საუკუნეში წერილრიცხოვანი ერის უპრეცედენტო გენოციდად იქცა და ამის შემდეგ რუსეთმა ჩეჩნეთზე კონტროლი აღადგინა. ჩეჩნეთის მეორე ომში გამარჯვების შემდეგ კრემლმა მნიშვნელოვნად გაიმყარა პოზიციები კავკასიაში. მაგრამ უკუ პროცესი 2003 წელს დაიწყო, როცა საქართველოს სათავეში პროდასავლური მთავრობა მოვიდა. აჭარიდან ავტონომიის პრორუსული ხელმძღვანელის ასლან აბაშიძის გაძევებამ და საქართველოსთან რუსული სამხედრო ბაზების გაყვანამ, ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსისკენ საქართველოს სწრაფვამ, საქართველოში რუსული გავლენის შესუსტება გამოიწვია. ამ ტენდენციას აძლიერებდა საქართველოზე საერთაშორისო პროექტების განხორციელება, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და ბაქო-სუფსას ნავთობსადენები, შაჰ-დენიზის გაზსადენი, ჩინეთ-ევროპის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტი. საქართველოზე თავისი გავლენის აღსადგენად კრემლი უპირველესად აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კონფლიქტებს იყენებდა. საქართველოს მაშინდელი ხელისუფლება კი მშვიდობიან კონსტრუქციულ პოლიტიკას აგრძელებდა და ცდილობდა საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერით მოეგვარებინა აღნიშნული კონფლიქტები. 2008 წლის 28 მარტს პრეზიდენტმა სააკაშვილმა წარმოადგინა აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების სამშვიდობო გეგმა, რომელიც ითვალისწინებდა საქართველოს ვიცე-პრეზიდენტის პოსტის შემოღებას, რომელსაც ეთნიკურად აფხაზი დაეკავებოდა. გეგმის თანახმად ეთნიკურ აფხაზებს გარანტირებული ექნებოდათ წარმომადგენლობა საქართველოს პარლამენტსა და მთავრობაში. ასევე ვეტოს უფლება აფხაზეთთან დაკავშირებულ ყველა საკვანძო საკითხზე, აგრეთვე საერთაშორისო გარანტიები აფხაზეთის ავტონომიისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. რაც შეეხება ცხინვალის რეგიონში არსებულ კონფლიქტს, ამ პრობლემის გადასაწყვეტად საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ ჯერ კიდევ 2005 წელს წარმოადგინა საგზაო რუკა. დეკემბერში ეუთოს ლუბლიანის მინისტერიალზე მოწონებული იქნა სამშვიდობო გეგმა, რომელშიც დეტალურად იყო გაწერილი კონკრეტული ეტაპები. პირველი, კონფლიქტის ზონის დემილიტარიზაცია. მეორე, სოციალურ-ეკონომიკური რეაბილიტაცია, რაც მოიცავდა რეგიონში საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენა-განახლებას, ხელშემწყობი ეკონომიკური ზონის დაფუძნებას, ერთობლივი საწარმოების შექმნა-განვითარებას, ნდობის აღდგენის მიმართულებით კონფლიქტის შედეგად დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციის კანონის მიღება ამოქმედებას. მესამე, ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის საბოლოო სტატუსის განსაზღვრა საქართველოს საზღვრებში და ამ პროცესში ევროპული სტრუქტურების, უპირველესად ვენეციის კომისიის აქტიური თანამშრომლობა. მაგრამ პრობლემა სწორედ ის არის, რომ აფხაზეთშიც და ცხინვალშიც ვითარებას რეალურად არა აფხაზები ან ოსები, არამედ კრემლი აკონტროლებდა და აკონტროლებს. ხოლო კრემლის მიზანი იყო და არის არ დაუშვას ამ კონფლიქტების მოგვარება. რუსეთის ხელისუფლების რეალური ზრახვები მკაფიოდ გამოჩნდა 2008 წლის აგვისტოში.
როცა კრემლმა სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესია წამოიწყო საქართველოს წინააღმდეგ და ქვეყნის ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია განახორციელა. თუმცა მიზანს ვერ მიაღწია. მან ვერ შეძლო მთავარი ამოცანის შესრულება, პროდასავლური ქართული მთავრობის შეცვლა. რუსეთი ყველანაირად ეწინააღმდეგება და ხელს უშლის საქართველოს მცდელობას გამოვიდეს მისი გავლენის სფეროდან. საქართველოს პროდასავლური კურსის წარმატების შემთხვევაში ამგვარი ვითარება უკვე მთელ ამიერკავკასიაზე და სავარაუდოდ რუსეთის შემადგენლობაში შემავალ ჩრდილო კავკასიაზეც გავრცელდება. რუსეთის ხელისუფლება ვერც ეკონომიკურად, ვერც ორგანიზაციულ სტრუქტურულად, ვერც მენტალურად ვერ სთავაზობს კავკასიელებს თანაცხოვრების ისეთ მოდელს, რომელიც გასაგები და მისაღები იქნება მათთვის. კრემლი რეგიონში ჯერ კიდევ მეფის რუსეთისა და საბჭოთა იმპერიის დროინდელ მხოლოდ ძალადობასა და შიშზე დამყარებული მმართველობის ტრადიციებს აგრძელებს, რაც თავისთავად გამორიცხავს რეალურ დიალოგს. ჩრდილო კავკასიელების ინტეგრაცია უპირველესად მენტალური თვალსაზრისით რუსეთის ფედერაციაში არ ხორციელდება. კრემლის მიერ კულტივირებული იმპერიულ-ტოტალიტარული ღირებულებები სრულიად უსხორჩება რეგიონის მოსახლეობისთვის, რომლის ტრადიციული ღირებულებრივი ბირთვი სულ სხვა პრინციპს, პიროვნულ თავისუფლებას ეფუძნება. კავკასია გეოპოლიტიკურად, გეოეკონომიკურად და კულტურულად ერთიანი რეგიონია. ამიტომ ეთნიკური და რელიგიური მრავალფეროვნების მიუხედავად კავკასიას აქვს პოტენციალი მჭიდროდ ურთიერთდაკავშირებულ სუბიექტთა რეგიონულ გაერთიანებას ჩამოყალიბდეს და ამ მხრივ ერთგვარ უნივერსალურ მოდელადაც კი იქცეს. ისტორიული გამოცდილება აჩვენებს, რომ მხოლოდ მთელი კავკასიის თავისუფლების პირობებშია შესაძლებელი ცალკე აღებული კავკასიების სახელმწიფოების რეალური დამოუკიდებლობა. შესაძლოა კავკასიელები სხვადასხვა სახელმწიფოს შვილები და სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის არიან, მაგრამ საერთო მენტალიტეტის გათვალისწინებით არ არსებობს ჩრდილოეთ და სამხრეთ კავკასია. არის მხოლოდ ერთი კავკასია, რომელიც მსოფლიო ცივილიზაციას ეკუთვნის.